წესის ვეტერანები არიან, რომლებიც თავარსარდლის ბრძანებით იქნენ დარბეულები 2011 წელს მემორიალთან გახსოვთ თქვენ ეს აქცია. მათ მიაჩნია და ჩვენს ვეთანხმებით, რომ სამარცხვინოა მთავარსარდალი პირადი ბრძანებას გასცემს იმისთვის, რომ ვეტერანები დაარბიონ, რომლებიც სრულიად სამართლიან მოთხოვნებს აყენებდნენ, ამიტომ ჩვენ უერთდებით ამ მოთხოვნას, ხარც უჭერთ და რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობა საორგანიზაციო საქმიანობაში ასევე. ასე რომ ვეტერანები გამოდიან მოთხოვნით პრეზიდენტს, რომელსაც ვადა გაუვიდა და მთავარსარდალს, რომელიც ბრძანებებს იძლევა, რომ გაანადგურონ ომის ვეტერანები და არაერთი მკვლელობა განხორციელდა მთავარსარდლის პირადი ბრძანებით, თქვენ გახსოვთ ოთანაძის და კრიალაშვილის საქმე და ასევე განხორციელდა ვეტერანთა აქციის, სრულიად სამართლიანი აქციის დარბევა, მას აღარ აქვს უფლება აგრძელებდეს პრეზიდენტის და მთავარსარდლის როლს, მით უმეტეს 5 იანვრის შემდეგ, როცა მას ვადა გაუვიდა. ამას მთელი საზოგადოება იზიარებს. რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი არსებობს. ერთი არის ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფი, ორი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ჩვენ ახლა ვცდილობთ ეს ჯგუფები შევაერთოთ და ერთ დიდ ტალღად გადავაქციოთ ეს ყველაფერი. პირადი ჩემი აზრი არის, რომ 5 იანვარს რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ აქ მოხდება საზოგადოების შეკრება, თუმცა შემდგომში დიდი აქცია ჩვენ უნდა ასე იგი მოვამზადოთ ალბათ 20 იანვრისთვის, იმიტომ რომ 20 იანვარი არის ზუსტად ის ვადა, როცა პრეზიდენტს ვადა იქნება ამოწურული. მოვითხოთ, რომ ბუდიში მოიხადონ საჯაროდ დაწყებული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიდან დამთავრებული იმ პირების, ვინც მისი სიტყვები გაიმეორა. კერძოდ ის, რომ ჩვენ ბილწავდით მემორიალს, სადაც ჩვენი მეგობრების და თანამებრძოლების სახელები არის ამოტვიფრული. ასევე მოუწოდეთ საზოგადოებას, რომ 5 იანვარს 3 საათზე ყველანი შევიკრიბოთ პარლამენტის შენობის წინ, რაც აქედან მსვლელობა მოვაწყოთ პრეზიდენტის გაადგომის მოთხოვნით, მთავრობის რეზიდენციისკენ.